დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამ განცხადებას მოსახლეობის ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. საჯარო მოხელეებმა პეტიციად შექმნეს, სადაც ამბობდნენ, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება კონსტიტუციის 78 მუხლთან თანხვედრაში არ იყო. მესამე მოსმენით წარმოგიდგენთ საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს. პეტიციის გამოქვეყნებიდან ორ კვირაში ქართული ოცნების ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით საჯარო მოხელეების შესახებ კანონში შესატანით ცვლილებები დაამტკიცა. მალევე საჯარო მოხელეების გათავისუფლება დაიწყო. საჯარო მოხელებსა და მოსამსახურეებს ევალებათ, რომ დაიცვან კონსტიტუცია და ფიცსაც ვდებთ ჩვენ. და ცოტა უცნაური არის ის, რომ კონსტიტუციის დაცვისთვის ჩვენ გვსჯიან, ესეთი რაღაც მე მართლა არ მინახავს, რას არ ეთანხმებიან, არ მიდის ეს ქვეყანა ევროპისკენ, ხო? მაშინ ეს უნდა ღიად თქვან და პირიქით ბრალდებები ჩვენსკენ მოდის, რომ პოლიტიკურად ანგარაჟირებულები ვართ, რაც ესე არ არის. თამთა კაჭახიძემ თბილისის მერიაში 5 წელი იმუშავა. ის დღეს ერთ-ერთია მერიის იმ 10-ობით თანამშრომელს შორის, რომლებიც სამსახურიდან გაათავისუფლეს. ლიანა დავითაძე, სალომე მაჭარაშვილი, ანა კომლაძე, ჯაბა ქარელი, ნინო ბრეგვაძე, რუსუდან ბეჟაშვილი, ლუკა გოგიჩაიშვილი. ყველა მათგანმა მერია გასულ თვეს რეორგანიზაციის საფუძვლით დატოვა. არ არსებობს მსგავსი ბუნებაში, რომ რომელიმე თანამშრომელი გაგვეშვას რაღაც პოლიტიკური მოტივებით ან რაღაც პოლიტიკური შეხედულებების გამო. თუმცა საჯარო მოხელეები ფიქრობენ, რომ ისინი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. დღემდე ჯერჯერობით ყველა გათავისუფლებული საჯარო მოხელე არის ხელმომწერი, ვინც ჩვენგან მერიდან გათავისუფლს და აბსოლუტურად, ყველა მათგანი არიან ხელმომწერები. ჯერ არ გათავისუფლებულა არავინ, ვინცაც არ მოუწერია ამ განცხადებისთვის ხელი. მე პირადად ჩემი აზრი არის, რომ პირდაპირ დაუკავშირებ ამ ყველაფერს, რომ მათ ნახეს, რომ ამდენი ხელმომწერი იყო სხვადასხვა უწყებებიდან, ალბათ უნდათ, რომ მართლა სამაგალითოდ დავესაჯეთ. ქართული ოცნების მიერ მიღებული კანონპროექტი, რომელთაც ცვლილებები შევიდა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, კიდევ უფრო ამარტივებს საჯარო მოხელეების გაშვებას სამსახურიდან და პრაქტიკულად არის ძალიან საგანგაშო, იმიტომ რომ აქამდე თუ საჯარო მოხელეები სამართლებრივად მაინც დაცული იყვნენ, ესე უკანონო გათავისუფლებისგან, ეხლა შესული ცვლილებებით ძალიან მარტივი ხდება გათავისუფლება. 79 მომხმარებელი წინააღმდეგი კანონის მესამე მოსმენით მიღებულია. მათ შეუძლიათ დეპარტამენტის უფროსები და მათი მოადგილეები, რომლებიც აქამდე სარგებლობდნენ საჯარო მოხელის შესახებ, ვთქვათ, კანონის დაცულობით და გარანტიებით ჰქონდათ საჯარო მოხელის სტატუსი, ეხლა მათ ეს სტატუსი აღარ ექნებათ და მათი გათავისუფლება მათთან ადმინისტრაციული ხელშეკრულებების შეწყვეტა შეეძლებათ ერთთვიანი გაფრთხილებით. მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომლების უფლებებს სხვა ორგანიზაციებთან ერთად სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს. ეს მიზანი ჩანს ყველაფერში, თვითონ აი ამ კანონის დებულებებიდანაც აშკარაა, რომ მიზანი არის ვთქვათ ადამიანის გათავისუფლების გამარტივება, პოლიტიკური დევნისთვის გამოყენება. საჯარო მოხელეების შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი არჩილ გორდულაძეა. მისი თქმით, კანონში შეტანილი ცვლილებები მართვის სისტემის გაუმჯობესებას ემსახურება. როდესაც თქვენ საუბრობთ წმინდასთან დაკავშირებით, მაშინ მეკითხეთ ჩემგან მარტივი პასუხს, რომ ასეთი რამე ბუნებაში არ არსებობს. შესაძლებელია რეორგანიზაციის დროს შესაბამისად გათავისუფლდნენ ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ რაღაც პეტიციას მოაწერეს ხელი და ასევე გათავისუფლდნენ ის ადამიანები, რომლებიც არ მოაწერეს პეტიციას ხელი. შესაბამისად, განსხვავებული დისკრიმინაციული მიდგომა ბუნებაში არ შეიძლება არსებობდეს და ეს ყველაფერი ორგანიზაცია ისევ და ისევ უკავშირდება ოპტიმიზაციას, მათ შორის შრომის ძალის განაწილებას, მათ შორის სტრუქტურის სხვანაირად ჩამოყალიბებას, ისევ და ისევ, რომ საჯარო დაწესებულებამ შეძლოს ეფექტიანი საქმე. შრომელთა უფლებების დაცვის ალტერნატიულ გზას კოლექტიური დავა წარმოადგენს. გათავისუფლებულმა საჯარო მოხელეებმა დააფუძნეს დამოუკიდებელი პროფკავშირი კონსტიტუციის 78 მუხლი, რომლის რეგისტრაციაც საჯარო რეესტრმა არაერთხელ შეაჩერა. საჯარო სექტორში ძლიერი პროფკავშირის არსებობასა და საყოველთაო გაფიცვის ფორმის შესაძლებლობას მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო ხელისუფლებისთვის ცვლილებების საპასუხოდ. ასე ფიქრობს სამართალმცოდნე ვაკო ნაცვლიშვილი. ნებისმიერ ქვეყანაში ასეთი ტიპის ცვლილება აუცილებლად გამოიწვევდა ფართო მობილიზაციას, რომელიც უნდა გადაზრდილიყო
საჯარო მოხელეთა მაგალითად საყოველთაო გაფიცვაში. საყოველთაო და სოლიდარობის გაფიცვა ძალიან ძლიერი იარაღია მშრომელთა ხელში, ფართოდ მშრომელთა და დასაქმებულთა ხელში, ხო? იმიტომ ეს რა შვება, ეს საშუალებას იძლევა, რომ დასაქმებულებმა ერთმანეთისადმი სოლიდარობით მიაღწიონ ისეთ ცვლილებებს, რომლებსაც სხვანაირად ვერ მიაღწევენ. ასეთ შემთხვევაში, როდესაც სექტორულად საყოველთაო გაფიცვა დგება ხოლმე, შეიძლება საკითხი შეეხებოდეს უკვე არა მხოლოდ თქვათ კონკრეტულად სოციალურ უფლებებს, არამედ ამ სოციალურ უფლებებთან გარკვეულ ბმაში მყოფ პოლიტიკურ უფლებებსაც და არ სოციალურ უფლებებს, რომელიც რაღაც თვალსაზრისით უფრო გენერალურად ანაღულებს მოსახლეობის უფრო დიდ ნაწილს. გიგა ბექაური დამოუკიდებელი პროფკავშირი გილდიას დამფუძნებელია. გიგას თქმით, საგაფიცვო მოქმედებების დიდი ნაწილი ევროპის ქვეყნებში კლასიკურ გაფიცვებს აღარ საჭიროებს. მათ ყოველთვის აქვთ გამაფრთხილებელი ხასიათი, მცირევა და აი ლუფთანზას გაფიცვების მაგალითი აიღეთ. ისინი 2 საათით გაჩერდებიან და ყველაფერი ნათელია, რაც შეიძლება შემდეგში მოხდეს და საკმარისია. 2020 წელს საქართველოს შრომით კოდექსში ცვლილებები შევიდა. ერთ-ერთი ცვლილება სოლიდარულ გაფიცვასაც ეხებოდა. პარლამენტში წარდგენამდე საკითხმა ფართო განხილვები გაიარა სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფში. თუმცა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და დაინიცირებულ კანონპროექტშიც აღარ მოხვდა. სოლიდარული გაფიცვა არ ჩანდა მაშინ ესეთი მნიშვნელოვანი და ესეთი კრიტიკული, როგორც დღეს არის. იმიტომ რომ დღეს დავინახეთ, რომ ეს გაფიცვა, რომელმაც შეიძლება იყოს საყოველთაო, შეიძლება კანონიერი გახადოს ადამიანების სამსახურიდან განთავისუფლება, სწორედ იმიტომ რომ ეს მოხლე არ აქვს. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ამჟამად კი პარტია გახარია საქართველოსთვის წარმომადგენელი დიმიტრი ცქიდიშვილი იყო. ის დღეს სოლიდარული გაფიცვის მნიშვნელობაზე საუბრობს. სოლიდარული გაფიცვა ეს არ არის უბრალოდ გაფიცვა, ეს არის ჩვენ კულტურული ერთობის, სოლიდარობის პრინციპი. ანუ მე ვიფიცები არა იმიტომ რომ მე მაწუხებს რაღაც, არამედ მე ვიფიცები იმიტომ რომ მე მაწუხებს თქვენო რაღაცაა გაქვს უსამართლო. ხო, ან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის საზოგადოების ერთობის და გაერთიანების ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც აი ესეთ კრიტიკულ სიტუაციაში გვჭირდება. და ჩვენ სამართლებრივად ინსტიტუციურად ეს არ აქვს გამყარებული და